Kaç. Salam alaikum. Salam alaikum. Salam alaikum. ერთი კაცი შემოყვა. всё, დადე კითხვა გადაზე. პამპოსთან. აი სალამ ალეიკუმ ალეიკუმ. მალე დიდი მადლობა, მაგრამ ერთ სამეში უნდა დაგეხმარო. ბავშვები და მე დახმარება ვჭირდება ამ საქმეში. ჩვენ მსგავსი არაფერი ვიცით. ამას 60 გრადუსები უსაფრთხოების დაკავება და არ მოხდეს ხარის გააქტიურება. დიახ, უკვე იკავებენ ქარი ფოტოს. ამჟამად იგეგმება სამომავლო ოპერაციების ხელმძღვანელია. დავადგილეთ ვაზიანის აეროდრომზე. დღევანდელი სწავლება და ეს მთელი პერიოდი, როდესაც მიმდინარეობს Agile Spirit-ი, მინდა გამოვყო ორი თემა. პირველი, რომ ეს არის პირველი ბრიგადის დონის ქართულ-ამერიკული წვრთნები, როდესაც ჩვენი ოფიცრები, შტაბის ოფიცრები და ამერიკელები ერთობლივად მართავენ მთელ სამხედრო თეატრს ბრიგადის დონეზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რომ 350-მდე ამერიკელი საზღვაო ქვეითი ადგილზე და ამ პერიოდში ჩვენი არამხოლოდ ურთიერთთავსებადობის კუთხით ხდება ნაბიჯის გადადგმა, არა რაც მთავარია, სწორად დაგეგმა მთელ თეატრში სავარაუდო საბრძოლო მოქმედებების და მეორე რაც დღეს ვნახეთ, სწორედ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უკვე ტაქტიკურ ოპერატიულ დონეზე პატრულირება წმენდა და რა თქმა უნდა თავდასხმის მოგერიება. აი ეს ორი გამოსაყოფი მომენტია დღეს სწავლებაზე, რასაც ჩვენ დავაკვირდით და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამ გართულებულ უსაფრთხოების გარემოში ჩვენი ინტენსიური ხასუსვამ, ინტენსიური წვრთნები ამერიკელებთან და სხვა ნატოს წევრი ქვეყნებთან იქნება მომავალ წლებში და არა მხოლოდ წელს, მომავალ წლებში კიდევ უფრო გაღრმავებული. The Agile Spirit exercise program has been going on for several years and we expect that it will continue. It's been a vital factor in U.S. cooperation with Georgia in preparing Georgian forces for joint service with NATO in Afghanistan. It also has the added benefit, of course, of enhancing Georgia's own self-defense capabilities. First, let me say thank you for the hospitality that we've enjoyed while we've been here in Georgia. Agile Spirit's a very important exercise for both our countries to work together on this. The skill of the Georgian soldiers is amazing. They have been our partners in Afghanistan, shoulder to shoulder with us, fighting and dying with us in Afghanistan, and we really appreciate the opportunity to work closely
with our Georgian brothers. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბრიგადის დონეზე პირველად იმართება საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში იმყოფება 350 ამერიკელი ქვეითი, საზღვაო ქვეითი, რომელთან ერთადაც ცნების გადის ჩვენი სამხედროები, რამდენადაც ჩვენ ვცვიხილეთ, მაგრამ კაკეთთა ანგარიში არის ძალიან კარგი ურთიერთშეთანხმება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად სამხედრო ოპერაციების განხორციელებას, მაშინ უნდა იყოს ეს შეწყობა, ამიტომ ჩვენი სამხედროების დონის ამაღლებისთვის, ცოდნის ამაღლებისთვის და ურთიერთთავსებადობისთვის ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ესწავლება პირველ რიგში ემსახურება ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ქართული შეიარაღებული ძალების ერთობლივ მონაწილეობას სამშვიდობო მისიაში, კოორდინირებულ მუშაობას. ამავდროულად პირადი შემადგენლობა იღებს გამოცდილებას ამ სწავლებებში, რომელიც უკვე მერამდენე ტარდება ჩვენს ქვედანაყოფთან. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვედანაყოფებისათვის. სწავლებამ ჩაიარა წარმატებით, პირადი შემადგენლობა მოტივირებული არის მზადვარ ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, მეგონა რომ რაღაც დოკუმენტურ ფილმს უყურებ და რაღაც დისტანცია დაიკარგა ჩემსა და აი ამ სფეროს შორის თითქოს რაღაც ამათი ნაწილი ვიყავი ეს რამოდენიმე 20-25 წუთი.